თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. გადაცემის სპონსორია NBI Outsourcing Consulting. უწყვეტი იურიდიული და საბუღალტრო სერვისი, გამოცდილი პროფესიონალები, კონფიდენციალურობა, ოპერატიულობა. NBI Outsourcing Consulting. თქვენი დახმარება, ჩვენი პროფესია. პროფესიონალური დახმარება კი ყველას სჭირდება. NBI Outsourcing Consulting. ტაშკენტის 10. ტელეფონი 237 92 38. დღეს ოთხშაბათია და პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი, მე მისი წამყვანი თამარ აბრამიშვილი ვარ. რაც გულისხმობს ეგრეთ წოდებული შავი სია, რა უნდა ვიცოდეთ ცეცხლის აღების შემთხვევაში და საბანკო ვალდებულებების დაკისრების დროს, ვინ იცავს მოქალაქეების უფლებას, შეკითხვებს საზოგადოება და ბანკების ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე, ასევე საბანკო პროდუქტის ექსპერტი დავით კიკვიძე უპასუხებენ. მსმენელს შეუძლიათ დარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 99 292 11 99 ან მოგწეროს შეკითხვა Facebook-ის გვერდზე. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საკმაოდ აქტუალურია ეს საკითხი, საბანკო პრობლემები დღეს ბევრს აწუხებს ქვეყანაში და პირველ რიგში მინდა დავიწყოთ საუბარი ეგრეთ წოდებულ შავ სიასთან დაკავშირებით. რას გულისხმობს ეს შავი სია, კიდევ ერთხელ რომ გამიმარტოთ ადამიანებს და რა შემთხვევაში ვხვდებით დავუშვათ არასასურველ კლიენტთა სიაში. მოგესალმებით თამუნა, მივესალმები რადიო იმედის მსმენელებს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია რომ ვისაუბროთ ასეთ თემებზე, რადგანაც ძალიან დიდი ინტერესი არსებობს საზოგადოებაში ზოგადად საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით, წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით და შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ორგანიზაცია, საზოგადოება და ბანკები, რომ მოსახლეობას მიეწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია თუ როგორ აირიდონ ვთქვათ ცეცხლის პრობლემურობისგან თავი, როგორ მოიქცნენ ისე რომ მათ ცეცხლმა პრობლემა კი არ შეუქმნას, არამედ პირიქით რაღაც სარგებელი ნახონ გადატანით მშობლობისას ქონა სარგების იმ გარკვეულ თანხას იხდიან, მაგრამ რა თქვა რა ნიცად შეიძენიან თუ ბინა შეიძენიან რომ ეს ყველაფერი უპრობლემოდ შეძლო ამ ცეცხლის დასრულება. შესაბამისად ჩვენ გვაქვს საკონსულტაციო ცენტრი და ცხელი ხაზი ჩვენ ორგანიზაციას, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის რომ მოსახლეობას მივცეთ საშუალება უფასოდ მიიღოს მსგავსი კონსულტაცია. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ შავ სიას, რეალურად ბუნებაში არანაირი შავი სია არ არსებობს. არსებობს ორგანიზაცია კრედიტ ინფო საქართველოს, რომელიც აგროვებს ყველა იმ ორგანიზაციისგან, რომელიც ცეცხლებს გასცემს ინფორმაციას და ასევე აწვდის მათ ინფორმაციას კონკრეტული ადამიანების შესახებ. ასეთი არის საქართველოში დღეს არსებული 21 ბანკი, მაგრამ მოგესალმებით საქართველოს ბანკმა პრივატ ბანკი შეიძინა და ალბათ 20-მდე შემცირდება ბანკების რაოდენობა უკვე ახალი წლიდან და ასევე ის ყველა ვთქვათ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ ცეცხლების კომპანიები არიან ხელმომწერები ამ კრედიტ ინფო საქართველოში, ანუ აწვდიან ინფორმაციას ცეცხლების შესახებ და თავადაც იღებენ ვთქვათ იმ ადამიანის შესახებ ინფორმაციას, ვისაც უკვე აქვს ცეცხლი და თუ ეს ადამიანი არის თუ ამ ადამიანზე არსებობს ეგრეთ წოდებული ნეგატიური ჩანაწერი, ანუ თუ მან ვერ გადაიხადა ცეცხლი, ხშირად ერისხებოდა ჯარიმები, ხშირად აგვიანებდა ცეცხლის გადახდას, ეს ადამიანი უკვე არ არის საიმედო გადამხდელი, შეიძლება ითქვას ბანკებისთვის, სხვა რისკ ჯგუფია. შესაბამისად ბანკები ერიდებიან, ვთქვათ, რომ ასეთ ადამიანებზე გასცენ ცეცხლები, თუმცა უნდა ითქვას, რომ თუ ადამიანს ადრე ჰქონდა რაღაც პრობლემა და მოახერხა ამ პრობლემის მოგვარება, გადაფარა ეს დავალიანება, უკვე შეიძლება ეს გაითვალისწინონ ბანკებმა და მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძველი ვთქვათ ნეგატიური ჩანაწერი არსებობდა, რომელსაც თავის ხანდაზმულობის ვადა აქვს და 5 წელიწადში საერთოდ ქრება ნეგატიური ჩანაწერი, მაშინ შეიძლება მაინც გასცენ ცეცხლი თუ ადამიანი დაადასტურებს თავის მიმდინარე შემოსავლებს, აუხსნის ბანკს, რომ მანამდე რაღაცის გამო შეექმნა პრობლემა, ეს არის უკვე რაღაც ურთიერთობაზე დაფუძნებული. ცეცხლის მონაცემებით ჩანს, აი დავშვირებ ერთი X ბანკიდან ცეცხლს, მაგრამ ჩანს სხვა ბანკი, რომელიც წლების წინ მემსახურებოდა მონაცემები. რა ამბია როგორ ეს არ არის, ხო, დავშვით მომხმარებლის უფლებას. არ არის, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ხელშეკრულებას ვაფორმებთ, იქ ხელს ვაწერთ იმაზე, რომ ბანკი იტოვებს უფლებას, რომ მესამე პირს გადასცეს ჩვენ შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ანუ ჩვენი პირადი ნომერი, ინფორმაცია ჩვენი გადახდის უნარიანობის შესახებ, როგორ სოფლიოში გასის სტანდარტი მოქმედებს, ჩვენ შევისწავლეთ საქართველოს კრედიტ ინფო საქართველოს საქმიანობა, შევხვდით კიდევაც მათ და საერთაშორისო ანალოგიებით შევისწავლეთ. წელიწადში ერთხელ კრედიტ ინფო საქართველოში ნებისმიერ ჩვენთანგან შეუძლია მივიდეს და უფასოდ მიიღოს ამ
გამონაწერი საკუთარი საკრედიტო ისტორიის შესახებ. სრულად უფასო და თუ გვინდა რომ უფრო ხშირად ვამოწმოთ ჩვენი საკრედიტო ისტორია, თუ გჭირდება ეს, მაშინ ფასიანი სერვისი არსებობს, არც ისე ძვირი, მაგრამ მე რეკლამირებას არ გავუწევ, მაგრამ არსებობს ფასიანი სერვისი, თუ გვინდა რომ მივიღოთ ინფორმაცია ვთქვათ, სესხების ჩვენი საკრედიტო ისტორიის შესახებ, შეგვიძლია ფული გადავიხადოთ და უკვე ინტერნეტის საშუალებით შევამოწმოთ ეს ტექსტი. სმენელია პირდაპირ ეთერში, მოდით მიცეთ საშუალება დასვას შეკითხვა. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გასვით შეკითხვა. მოგესალმებით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გაქვთ. ისიც რა მაინტერესებს, როდესაც ლარში მაქვს სესხი აღებული და ეს რყევები შეინიშნება თუ ლარის გაუფასურება, ბანკს აქვს, მე მგონი ხელშეკრულებაში ჩადებული, რომ შეუძლია პროცენტი შემიცვალოს. მე თუ არ შემილია ზედმეტი%-ის გადახდა, აი ჩემს უფლებებს ვინ იცავს და რა მექანიზმია იმისთვის, რომ ვიღაცა მე დამეხმაროს, ან აქვს თუ არა ბანკს ამის უფლება. ეს ერთი შეკითხვა. და მეორე, აი ყოველდღე მოდის მესიჯები, რომ აი დაგიმტკიცდათ სესხი და სხვადასხვა ბანკებიდან. აი შეცდომაში ხوار შევყავარ და ალბათ ბევრი ადამიანი ამით ზარალდება, ხო? ამ დროს აქცევენ ყურადღებას ამ შავ სიას, როგორ მიმტკიცებენ? დიდი მადლობა შეკითხვის, ალბათ ბატონ დავით ეს შეკითხვა თქვენთან არის და მოდით უპასუხოთ შეძლებს და გვარი. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. დიდი მადლობა თქვენი მოწვევისთვის. რაც შეეხება ხალბატონის კითხვებს, დავიწყოთ იქიდან, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული ყევების საფუძველზე კიდევ ბევრი სხვა საფუძველი შეიძლება იყოს, რის გამოც ბანკმა ხელშეკრულებაში შეიძლება გარკვეული პირობები შეგვიცვალოს. ეს არ არის მხოლოდ თქვათ ლარის კურსი, ეს არის ბევრი სხვა ფაქტორი. ეს შეიძლება იყოს ფორს-მაჟორული მდგომარეობა, შეიძლება იყოს თვითონ სესხების ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, ან კიდევ ბევრი სხვა მიზეზი. რაც შეეხება ამ პრობლემის, ასე ვთქვათ, ამ ხელშეკრულების მუხლის ასე ვთქვათ, სისტორეს და მართლზომიერებას, ცოტა რთულია იმ საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ბანკი თავის რისკების დაზღვევაზეა ორიენტირებული პირველ რიგში. ანუ ყველა ხელშეკრულება, რაც იდება სესხებასა და ბანკს შორის, გათვალისწინებულია, რა თქმა უნდა, ორივე მხარის ინტერესები, მაგრამ პირველ რიგში ბანკი აუცილებლად თავს იზღვევს პირველ რიგში იმისგან, რომ ესა თუ ის სესხი სამომავლოდ არ იყოს, ვთქვათ, არ გაპრობლემდეს, არაიმე პრობლემა არ შეიქმნას. თავიდანვე წამგებიან პირობებშია მოხმარებელი? პირდაპირ ასე ვერ ვიტყვით, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, პირდაპირ ვთქვათ, როგორც ბანკი, ასევე ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია მოგებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ ბანკი ყოველთვის ჩვენ დაგვიკვირდეს ისეთი სახის ხელშეკრულებას, სადაც პირველ რიგში მისი ინტერესები იქნება უმეტესწილად გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, პირდაპირ თვალსახათრო ვთქვათ, რომ მომხმარებელი წამგებიან მდგომარეობაში ვარდება ამ სესხით სარგებლობის დროს, ესე ცოტა რთულია საუბარი. იქიდან გამომდინარე, ყველა მომხმარებელმა სწორედ უნდა განსაზღვროს თავისი პრიორიტეტი ამა თუ იმ სესხთან მიმართებაში, რატომ აპირებს იგი ამ სესხის თუ განვადება იქნება იპოთეკური სესხი თუ ნებისმიერი სხვა საკრედიტო პროდუქტი ამით სარგებლობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. განსაზღვრა ყველაფერი დავუშვათ ავიღე სესხი, მაგრამ მოხდა ფორს-მაჟორი არის ხელშეკრულებაში ბანკის მხრიდან ჩაწერილი. ჩემ შემთხვევაში, მოქალაქის შემთხვევაში იქნებ მეც შემექმნა სამსახურში პრობლემა, ორი თვით დავკარგე სამსახური, დავუშვათ ორ თვეში უკვე მზად ვარ, რომ გადავიხადო ეს ყველაფერი. მე რატომ არ მაქვს უფლება მოქალაქეს ამ შემთხვევაში ვისარგებლო ამ ფორს-მაჟორით? კი ბატონო, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ უნდა დაარეგულიროს თუ არა, დავუშვათ კანონმა უნდა იყოს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა, თქვენ როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში, ანუ ის მომენტი, როდესაც ბანკი სესხს გასცემს მომხმარებელზე, აქ არ არის საუბარი მომხმარებლის სამომავლო, ასე ვთქვათ, სამსახურზე. ანუ როდესაც ადამიანი დასაქმებულია, სტაბილური შემოსავალი აქვს, ხელფასი აქვს, იგი პირადად არის, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი თავის სამომავლო კარიერაზე. მოდით ამაზე შევთანხმდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ბანკი მის მომავალს ვერ გაითვალისწინებს და დღესდღეობით ატმყოზე დაყრდნობით აკეთებს ყველანაირი ხელშეკრულების გაფორმებას. შესაბამისად, ჩვენ ხვალ რომ სამსახური დავკარგოთ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ბანკმა ჩვენ გარკვეულწილად აიმე ესეთი განსაკუთრებული შეღავათი უნდა გაგვიწევს, თქვა პროცენტი გვაპატიოს, ან ძირი შეგვიწევს, ან ნებისმიერი სხვა რაიმე ქმედება. მაგრამ ამასთან ერთად აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ასეთი სახის შემთხვევის დროს ბანკები, საუბარი მაქვს ნორმალურ დაალაგებულ ბანკებზე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მასშტაბით და საქართველოს მასშტაბითაც, რა თქმა უნდა,
ძალიან საკმაოდ დიდ შეღავათებზე მიდიან. პირველ რიგში, რო ვთქვათ, ეს არის რესტრუქტურიზაციის ტიპი, როდესაც ხდება გარკვეული საშეღავათო პერიოდების დაწესება, ხდება თქვათ ჯარიმების პატიება, ხშირია შემთხვევები პროცენტის დაწევაც კი. აქედან გამომდინარე, ასეთი სახის ფორს-მაჟორები, უფრო მომხმარებლის მხრიდან არსებული ფორს-მაჟორები, როგორიც არის უმუშევრობა, სამსახურის დაკარგვა გარკვეული პერიოდით ან რაიმე სხვა სახის პრობლემა, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ აისახება როგორც ასეთი ბანკის, ვთქვათ, რაიმე დათმობებზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი აუცილებლად ცდილობს იმას, რომ ასეთი სახის მომხმარებლებზე გარკვეული შეღავათები დააწესოს. დავამატებ თამრ თქვენის ნებართვით, ანუ უკვე დაიწყო რამდენიმე ბანკმა საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია მსგავსი სიტუაციებიდან დაზღვევას, ანუ შესთავაზონ მომხმარებელს დაზღვევას ესხის აღებისას, რომ თუ ის ხო, ანუ თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში მან ან სამსახური დაკარგა, ან რაღაც პრობლემები შეექმნა ფინანსური, შესაძლებელია რომ ბანკმა დაუზღვიოს გარკვეული პერიოდით ეს რისკი, თუმცა თავიდან რა თქმა უნდა ამ დაზღვევის თანხას ყოველწლიურად განაწილებულია უკვე სესხის პროცენტში. და ქალბატონის კითხვა იყო, მე შევეცდები უპასუხო, რომ ეს მას SMS-ი მოსდის, რომ დაგიგის ეს დადატანება ერთგვარი მარკეტინგული ხერხია ბანკების მხრიდან რომ მაგრამ უცებ გადახსენდება რომ დამტკიცებული ხო და შეიძლება ხო რა თქმა უნდა მაგრამ საბოლოო ჯამში ეს შეიძლება გარკვეული ფსიქოლოგიური დეტალაც არის ერთგვარი მაგრამ რა თქმა უნდა გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ გვჭირდება თუ არა ეს ცეცხლი მაგალითად ეხლა თუ არ მინდა მე კონდიციონერი შეძენა რაც უნდა რეკლამა ვნახო ტელევიზორში არ თახო და არ შევიდე ასევე ცეცხლთან დაკავშირებით ეს არის ჩვეულებრივი პროდუქტი რომელსაც ვყიდულობთ რომელთან დაკავშირებით ჩვენ მინდა მომხმარებლებს რომ გაიგო რამდენიმე ბანკის პირობა სხვათა შორის ჩვენ ორგანიზაციამ გავაკეთეთ ვებგვერდი გაიგეჯი სადაც შევიდნენ და ნახონ ყველა ბანკის ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სესხების შესახებ ინფორმაცია შეადარონ კიდეც ერთმანეთს და შემდეგ აი ეს მომზადებულები წავიდნენ ერთი ბანკიდან მეორეში და კარგი გაგებით ევაჭრონ სესხის პროცენტთან დაკავშირებით. მენელია და მოდი დავასწრებინოთ შეკითხვა გიცნით პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა გადაცემის წავყოს უთხრა, რომ ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა და ყოველთვის ვუსმენ და ძალიან საინტერესო თემები გაქვთ. ეხლა რაც შეეხება კითხვას, მე მაქვს ორი კითხვა. პირველი არის ესეთი. ანუ თუ მეუღლეებს ანუ ერთ მეუღლეს დავუშვათ, ჩემს მეუღლეს აქვს ცეცხლი ბანკში. და ის უკვე აღარ არის გადახდისუნარი, ან ფიზიკურად თანხა არ აქვს, რომ გადაიხადოს. და ქონება, რომელიც ბანკში არის ესე ვთქვათ, ჩადებული დატვირთული იპოთეკით არის ჩვენი საერთო საკუთრება. მაგ შემთხვევაში რა ხდება და დავუშვათ მეუღლის, ანუ რომ არ აქვს ეს აღებული, ანუ თოლის უფლებები, როგორ შეიძლება დავიცვათ და ანუ მისი წილი იყიდება თუ ორივეს. აი ეს ერთი კითხვა ესეთია და მეორე არის კიდე მაინტერესებს ზოგადად ანუ საქართველოში რომ ძალიან მაღალია საპროცენტო განაკვეთი, ანუ რა განაპირობებს ამას, როდესაც უცხოეთში წლიური პროცენტი არის სესხებზე 1 და 2%, რატო არის ჩვენთან მინიმუმ 9 და მაქსიმუმზე უკვე საუბარიც არ არის და აი რატო ხდება რომ საქართველოში ესეა და იგეგმება თუ არა ზოგადად ანუ სამომავლოდ რამდენ რეალურია რომ ეს პროცენტი დაიწიოს და აღარ იყოს ესეთი მაღალი. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. დავიწყოთ საპროცენტო განაკვეთით. ამაზე ხშირად საუბრობენ, ძალიან ბევრ საუბრობენ, რომ ევროპაში არის დაბალი საპროცენტო განაკვეთი, საქართველოში არის დაბალი და ასევე ვერ არკვევენ ერთია, როდესაც ცხადდება 9% მაგალითად, მაგრამ რეალურად მაგ დამტკიცებული 13%-ში დავიწყოთ. რა ხდება ამ დროს და რამდენი ძალიან მარტივი საქმეა ეს ყველაფერი. დავიწყოთ იმით, რომ საპროცენტო განაკვეთი შეიძლება მართლაც მაღალია, მაგრამ ჩვენი ტიპის ეკონომიკის ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარების ტიპის ქვეყნისთვის საპროცენტო განაკვეთი არც ისე მაღალია. რადგან როდესაც ვსაუბრობთ ევროპის ქვეყნებზე, სადაც 1-2% თუ 3%-ია საპროცენტო განაკვეთი, ჩვენ საუბრობთ იმ ქვეყნებზე, რომლებმაც კრიზისული პერიოდები ძალიან დიდი ხნის ზოგადად საუკუნეების წინ გადალახა, რომლებიც ეკონომიკურად გაცილებით განვითარებულები არიან, რომელთა ერთ სულზე შემოსავალი შიდა პროდუქტთან საკმაოდ მაღალია და მყარია, რა თქმა უნდა. რისკი ნაკლებია, სესხის, ანუ მათ იაფი რესურსი აქვს, ფულადი რესურსი რომ გასცენ ეს სესხების შესაბამისად, მათთან შედარებით ცოტა რთულია ამ ეტაპზე ჩვენ ახლა ვთქვათ დიდ ბრიტანეთს, ან გერმანიას, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს შევადაროთ სესხის პროცენტები, მაგრამ რაც შეეხება ვთქვათ იგივე ჩვენს უახლოეს სამეზობლოს, ვთქვათ უკრაინას, აზერბაიჯანს, სომხეთს, ამათთან შედარებით ეროვნულმა ბანკმა დაუკვეთა კვლევა ძალიან ცნობილ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია KPMG-ს, რომელმაც ჩაატარა კვლევა და საქართველოს
საქართველოს თქვა იმ ტიპის ქვეყნებს შორის, როგორც საქართველო, იმ ტიპის ეკონომიკური განვითარებით არც ისე ბოლო ადგილზეა თქვა ცეცხლის პროცენტის სიმაღლე. თუმცა რაც შეეხება უკვე მეორე ფაქტორს, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ცეცხლი წერია 9%-ში და შემდეგ საბოლოო ჯამში იქ ეფექტური 9%-თან განაკვეთილება მეტი იყოს. ანუ 9%-ს თქვა ემატება დაზღვევის ღირებულება, რომ 10%-ში აისახება. ემატება ცეცხლის გაცემის საკომისიო, ანუ ყველა ის ხარ რაც თან ახლავს ეს. თქვა თუ არა, ამ შემთხვევაში ბანკმა რომ 13% მომგებიანია, როდესაც ამბობენ 9%-ში და ის უკვე რეალური რამდენი ვიდრე 13%-მდე ასვლა ცოტა გაჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ 9%-ში თუ არის ნომინალური, შეიძლება ეფექტური თქვა 10%-მდე გაიზარდოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ბანკმა სარეკლამო რგოლშიც და ჩვენ ვაკეთებთ ახლა ბანკების რეკლამების მონიტორინგს და ამის შედეგებს ძალიან მალე გავაცნობთ საზოგადოებას, რადგან ხშირად სწოდავენ ამ მიმართულებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში და უფრო ბოლო თვეებში ძალიან კარგი ტენდენცია შეიმჩნევა, რომ უჩითებენ ეფექტურ 9%-ო განაკვეთას. ხო, ну ეს უკვე მარკეტინგია, რომელსაც ყველა ბიზნეს კომპანია და მოგებაზე ორიენტირებული კომპანიები იყენებენ, რა თქმა უნდა. თუმცა აუცილებელია, რომ მოხარებლის ინტერესი მაქსიმალურად იყოს, რა თქმა უნდა, გაწონებული. ერთ დავამატებ 3% განაკვეთისთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი სახის 3% განაკვეთის განსაზღვრა, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე საერთაშორისო მასშტაბით ხდება მოზიდული სახსრების მიხედვით, ანუ ყველა კომერციულ ბანკს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო ქვეყნების ბანკებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აძლევენ ეგრეთ წოდებულ საკრედიტო ხაზებს, როგორც არის აზიის და განვითარების ბანკი, როგორც არის მსოფლიოს ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, გამოყოფენ საკრედიტო ხაზებს. ეს საკრედიტო ხაზი რა პროცენტშია გამოყოფილი, მაგაზია უკვე საბოლოო ჯამში დამოკიდებულია კონკრეტულად იმ ქვეყანაში სესხებზე რა საპროცენტო განაკვეთები იქნება. ხოლო ამ გამოყოფილი საკრედიტო ხაზის პროცენტი კი პირველ რიგში დამოკიდებულია ქვეყნის, ასე ვთქვათ, სარეიტინგო შეფასებაზე. დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის და შეფასება, ესე ვთქვათ, არის BB+, რომელიც არის საერთაშორისო სარეიტინგო სისტემების მიერ შეფასებული, როგორც არის Moody's-ი, როგორც არის Fitch Rating-ი და სწორედ მათი განსაზღვრის მიხედვით არის მათზე, ასე ვთქვათ, დამოკიდებული ჩვენს ქვეყანაში რა საპროცენტო განაკვეთები იქნება. რაც უფრო განვითარებულები ვიქნებით, შესაბამისად რეიტინგიც მაღალი იქნება. და ბანკის მიერ რა თქმა უნდა, არა. რეგულირდება სხვა. რა თქმა უნდა, რაც უფრო განვითარდება მაღალია, შესაბამისად პროცენტებით დაიწევს. მინდია ანუ ჯერ მეორე დავასმენთ შეკითხვა რომ დიდხანს არ გველოდოს და მე ერთად უპასუხოთ ყველაფერს. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ და ასვით შეკითხვა. სამწუხაროდ არ დაგველოდას მენემ მოდით უპასუხოთ იმ შეკითხვას. რაც შეეხება კი ბატონო საკმაოდ საინტერესო კითხვა, მოდით განსაზღვროთ აქედან გამომდინარე, რომ თუ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე არის ორი, ასე ვთქვათ, მესაკუთრე. ამ მესაკუთრეებს შორის აუცილებლად უნდა იყოს, ასე ვთქვათ, გამიჯნული ქონების წილები, ვის რამდენი პროცენტი ეკუთვნის, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ორივე მესაკუთრის წილი მთლიანად, ანუ მთელი ქონება არის დატვირთული იპოთეკით, მიუხედავად იმისა, რომ წილი მეუღლის ეკუთვნის უკვე მთელი ეს ქონება, ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკის განკარგულებაში შეიძლება გადავიდეს, ანუ საფრთხე, ასე ვთქვათ, მთელ ქონებას ემუქრება. ოღონდ რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ორივე მესაკუთრის წილი არის თუ არა დატვირთული. როგორც ამ ქალბატონის საუბრიდან ჩანდა, ხვდები რომ მთლიანად ქონებაა დატვირთული. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მთელ ქონებას შეიძლება საფრთხე დაემუქროს, თუ აღნიშნულ სესხს საკმაოდ სერიოზული პრობლემა შეექმნა. თუ რომც არ იყოს თქვა დატვირთული, თუ თქვა სამხარებელ სესხებსაც შეიძლება არ ჭირდებოდეს უზრუნველყოფა, უძრავი ქონებით, თუ სასამართლოში წავა საქმე და დაიწყება დავა, რა თქმა უნდა, სასამართლო თუ მეუღლის სახელზეც არის ეს უძრავი ქონება, აუცილებლად გაითვალისწინებს ამას. არ არის გაფორმებული გიორგი მეუღლის სახელზე, უბრალოდ მეუღლე ვარ და ჩემი მეუღლე დაუშვათ ვერ იხდის ამ კრედიტს. მაშინ თუ მეთავდები არ ვარ, საერთოდ მის სესხში და არანაირი არ მაქვს, მაშინ ვერ მოედავენ. მაგ შემთხვევაში, ანუ თუ ქონება არ არის დატვირთული და ქონებაზე არის ორი მესაკუთრე, როგორც მსესხებელი, ასევე მისი მეუღლე, აი მაგ შემთხვევაში თუ ბანკმა გადაწყვიტა იურიდიული ფორმით აღსრულება მიიტანოს, ასე ვთქვათ, სესხის ამოსაღებად, ამ შემთხვევაში უკვე საფრთხე დაემუქრება მხოლოდ კონკრეტულად ქონების იმ ნაწილს, რა ნაწილსაც ფლობს ძირითადი მსესხებელი. რაც შეეხება მეორე ნაწილს უკვე, რასაც ფლობს მეუღლე, მასზე აღსრულება ვერ მივა ვერანაირად. აღსრულების სამსახურებია ეგრეთ წოდებული შექმნილი ქვეყანაში კერძო კომპანიებზეა საუბარი, რომელიც სხვადასხვა ბანკს უწევს მომსახურებას. რამდენად ხშირად არღვევენ ეს სამსახურები? მოვალეობას თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით კვლევა ჩატარებული, იმიტომ რომ
რამდენიმე ადამიანი მაგათ მე პირადად მითხრა რომ ცოტა ის ბიტონით რეკავენ რომ ადამიანებს აშინებენ ეუბნებიან რომ ეს მოხდება და შესაბამისად ადამიანი მიდის და უკვე ყველაფერზე თან ხდება გადანაწილება იქნება საპროცენტო განაკვეთი იქნება თუ ნებისმიერ თუ გაქვთ კვლევა ჩატარებული რა ხდება მენია ჩვენ ამ რა თქმა უნდა ჩვენ მსმენია გარკვეული მიმოხილვა ჩავატარეთ ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და ჩვენ საკმაოდ დახურული ორგანიზაციებია და ძალიან რთულია მათ შესახებ კვლევის ჩატარება ზოგადად რა შემოსავლები აქვს მაგრამ როგორ მოქმედებენ მათი მოქმედების მეთოდები ძალიან კარგად ვიცით ჩვენ ორგანიზაციასაც აკითხავენ ადამიანები შეწუხებულები მათი საქმიანობით მესმის რომ შეიძლება ძალიან რთული სამუშაო აქვს მათაც რადგანაც გაჭირებულ ადამიანებთან აქვს ყოველდღიური ურთიერთობა იმ ადამიანებთან რომლებიც წლებია უკვე რაღაც ცეცხლის გადახდას ვერ აპირებენ და ცდილობენ ეს თანხა ამოიღონ მაგრამ რა თქმა უნდა მეთოდი არ შეიძლება იყოს ყველანაირი ადამიანებთან ურთიერთობისას ჩვენ ისეთი მეთოდების შესახებაც გვსმენია რომელიც ეთერში არც ითქვა რომელსაც ზოგიერთი ასეთი ორგანიზაცია ეგრეთ წოდებული პრობლემური ცეცხლის მართვის კომპანიები იყენებენ ისინი მართლაც სახში მიდიან თქვა რაღაცა ემუქრებიან ხო კი ბატონო რა აი რაღაცა ხელფასი თუ კი ოდესმე გექნება და მთლიანად ჩვენ წავიღებთ ამ ძალიან ცუდი ფორმებით ხდება კი ბატონო და ცდილობენ ამ თანხების ამოღებას თუმცა მოქმედების თქვა მორალურ მხარეს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას გავსი კომპანიები თელსოფლიოში არსებობენ ბანკები ჩამოწერენ პრობლემურ ვალდებულებებს გადასცემენ ამ კომპანიებს და შესაბამისად ეს კომპანიები ზრუნავენ გარკვეული მოლაპარაკებები არსებობს რომელიც ახლა მაყურებლისთვის თუ მოკაცონცენელისთვის ნაკლებად საინტერესოა დეტალებში რომ შევიდეთ თუმცა ბანკები ჩამოწერენ ამ ეს პრობლემურ სესხებს გადასცემენ გავსი კომპანიებს რომლებიც ცდილობენ გარკვეული მოგება ნახონ. და რეგულირებს მათი საქმიანობა, რომ იგივე ფსიქოლოგიური ზეწოლა ამ შემთხვევაში არ მოხდეს. თუ ეხა ადამიანს რეგულირებს რამე კანონი არსებობს. ზოგადად ყველაფერს ბანკებთან ურთიერთობა და ფინანსურ საკითხებს რა თქმა უნდა არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი პირველ რიგში და აქედან გამომდინარე უკვე კანონი კომერციული ბანკების შესახებ, ეროვნული ბანკის შესახებ კანონი და ასე შემდეგ და ის ნორმატიული აქტები თქვა რასაც ეროვნული ბანკი გამოსცემს. თუმცა ამ კომპანიების საქმიანობა რა თქმა უნდა ჩვეულებრივ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებია, რომლებსაც აქვს უფლება რომ იმუშაონ ამ მიმართულებით, თუმცა ეხლა როდესაც უკვე ყველანაირ კანონიერ ზღვარს გადადის და მუხარაზე გადადის, ამ შემთხვევაში ადამიანი შეუძლია უკვე პირიქითაც მიმართოს სასამართლოს, თუმცა მოხდებით ადამიანები ძალიან ფსიქით უძგებიან ამ თემას, რადგან მათაც თავისთავად პრობლემა აქვს შექმნილი ინფორმაცია უფლებების შესახებ არ აქვს მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდ ადამიანებს რომელსაც ექნება თქვა ცეცხლებთან დაკავშირებით თუნდაც ბანკთან მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან პრობლემები შეუძლია მიმართონ ჩვენს ორგანიზაციას გამოსხად ნომერი იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ ცოტა დრო გვჩება და სამწუხაროდ ვერ შემოგვიყვანს ჩვენ ხელი ხაზის ნომერია 240 შეუძლია დარეკონ სულად უფასოდ ან მობრძანდნენ ჩვენს ორგანიზაციაში და ჩვენ ადგილზე გავუწევთ ძალიან კარგ კონსულტაციას თუ როგორ უნდა მოიქცნენ და ჯობია რომ მანამდე მოვიდნენ ჩვენთან სანამ პრობლემა წარმოიქმნება. ხშირად როდესაც პრობლემა წარმოიქმნება და სასამართლოში მიდის საქმე, შემდეგ ასეთი საქმის შველა უკვე ძალიან რთულია. თუმცა ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ეს თქვა ფსიქოლოგიური თვითონ. ბატონ დავით, ეცით რა მაინტერესებს? აი დავუშვათ პრობლემური სესხია, არ გადავიხადე და არ ვიხდი, ვარ ეგრეთ წოდებულ შავ სიაში, რასაც მოქალაქეები ვეძახით, ყოველ შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ შავ სიაში. რა აქვს ხანდაზმულობის ვადა სესხს? აი რა პერიოდის თუ არსებობს ესეთი, რა პერიოდის განმავლობაში შეუძლია ბანკმა მომედაოს თავშად სესხის გადახდასთან დაკავშირებით? კი ბატონო, მოდი ჯერ განსაზღვროთ შავ სიაში, ასე თქვა, ეგრეთ წოდებულ შავ სიაში, ანუ კრედიტინფო საქართველოში მოხვედრის ორი პარამეტრი, ანუ ნეგატიური სტატუსი და არანეგატიური სტატუსი. ანუ გიორგი როგორც განმარტა, საქართველოში არიდება ისეთი ნებისმიერი სახის ხელშეკრულება, რომელიც საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც არ მოხდება კრედიტინფო საქართველოს მონაცემთა ბაზაში. შესაბამისად, რა სახით მოხდებით, ეს უკვე დამოკიდებულია, სესხი პრობლემურია თუ არ არის პრობლემური. თუ სესხი პრობლემურია, თქვა ვადა გადაცილება დაფიქსირდა უკვე 30 დღეზე მეტი, ამ შემთხვევაში ეს სესხი უკვე გადადის ნეგატიურ სტატუსში და თუ სესხი აქტიურად, ანუ მიმდინარე ვადა გადაცილებაშია, აღინიშნება არის ნეგატიური სტატუსი. თუ სამ სესხზე ვადა გადაცილება გასწორდა, სესხებმა გადაიხადა, მაშინ არის ნეგატიური სტატუსი, გარდაიქმნება იყო ნეგატიური სტატუსი და ეს გარკვეულწილად, ასე თქვა, ისტორიას ასწორებს.
ეხლა რაც შეეხება იმ ხანდაზმულობის ვადებს, რაც მოსახლეობას აინტერესებს, რადგან კითხვა იყო, რამდენი ხანი რჩებით ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენი სესხი რამდენი ხანი რჩება მონაცემთა ბაზაში. როდესაც სესხი იხურება, ნებისმიერი სესხი, ეს იქნება ვადაგადაცილებული სესხი, იქნება თუ არა ვადაგადაცილებული სესხი, ასეთ სახის ინფორმაცია დაახლოებით უბრალოდ 5 წელი, ზუსტად 5 წელი ინახება მონაცემთა ბაზაში. ანუ 5 წლის განმავლობაში ნებისმიერ ადამიანს, რომ მოუნდეს როგორც კომერციულ ბანკს, ასევე ფიზიკურ პირსაც კი აქვს შესაძლებლობა იმისი, რომ ნახოს ამა თუ იმ ადამიანის შესახებ საკრედიტო ისტორია, რა სესხები ქონდა, რა ვადაგადაცილებები ქონდა, რამდენი სახეობის სესხი ქონდა, ჯამი რამდენი ამ თითოეულ სესხზე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, 5 წელი ეს არის ის სტანდარტი, რის განმავლობაშიც ჩვენი პრობლემური სესხი იქნება თუ არა პრობლემური სესხი იქნება, მოხვედრილი იქნება კრედიტ-ინფოს მონაცემთა ბაზაში. ამასთან მინდა დავამატო, რომ ხანდაზმულობის ვადა, როგორც ასეთი პირდაპირ მნიშვნელობით, მინდა გავამარტო უფრო დეტალურად, რომ ხანდაზმულობის ვადა გააჩნია ნებისმიერი სახის სესხს, როგორც ასეთი. ანუ ნებისმიერ საკრედიტო ხელშეკრულებას, ანუ სესხს, რომელსაც ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 3 წლის შემდეგ 3 წელი არის გადაუხდელი, ასე ვთქვათ, მას უკვე გასულია ხანდაზმულობის ვადა. ანუ რას ნიშნავს, რომ ამ 3 წლის შემდეგ ჩვენ უფლება გვაქვს, ასე ვთქვათ, რომ ეს სესხი საერთოდ აღარ გადავიხადოთ. მაგრამ შავსიაში ის ეგრეთ რა თქმა უნდა, კრედიტ-ინფოს მონაცემთა ბაზაში ასეთი სახის სესხები მუდმივად იქნება. ანუ თუ ჩვენ ეს სესხი არ გადავიხადეთ და არ დავფარეთ, აუცილებლად კრედიტ-ინფოს მონაცემთა ბაზაში იქნება შენარჩუნებული ჩვენი ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს ესეთი ბაზა, რომ არსებობდეს, ესეც უნდა აღინიშნოს, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც უკვე რეკლამებსაც ვისმენთ, რომ თქვათ საკრედიტო ისტორიის გადამოწმების გარშემო შესაძლებელია, ანუ ისეთმა ადამიანმა წაიღოს სესხი, რომელიც ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას. რომელიც შეიძლება თვითონაც დარწმუნებული იყოს, რომ ვერ შეძლებს ამ სესხის დაფარვას. ამიტომ ჯობია, რომ კარგად შეამოწმონ ბანკებმა, კარგად იცონ გამოიკლიონ, რომ შეძლებს თუ არა, იმიტომ რომ რადგან ადამიანი, რომელიც საკრედიტო ისტორიის შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცით, პოტენციურად არის ვერ გადამხდელი და პრობლემური გადამხდელი, რა თქმა უნდა. ჩვენ ვისაუბრეთ ბანკებთან დაკავშირებით და საკმაოდ დიდი პრობლემაა ბანკებთან დაკავშირებით, იგივე იპოთეკით დაზარალებულების შეგვიძლია ვთქვათ და ბევრი სხვა პრობლემები არის კურსთან დაკავშირებით პრობლემები შექმნათ მოქალაქეებს, თუმცა არანაკლებ საინტერესო მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ონლაინ სესხს ამტკიცებენ, მაგრამ მე ხდება მოქალაქე რა პრობლემები შეიძლება მოკლედ ვეცდები რომ აგრეგულირება გავმიჯნოთ. დავიწყოთ იქიდან რომ ტერმინი იპოთეკით დაზარალებული არის თვითონ უწოდებენ თავისთავად ხო, თორემ რა თქმა უნდა იპოთეკით დაზარალებული და უცნაური ტერმინია, ხო. შეიძლება შეგედაოთ სახელმწიფოში არჩევნების წინ მათ მისცეს დაპირება რომ ისინი იყვნენ დაზარალებული და ამ პრობლემას ხო, მაგრამ არა იპოთეკით დაზარალებული, სესხებით დაზარალებული შეიძლება ხო. დაზარალებულები და პირობას მისცეს და ეს თალკე სასაუბრო თემა, თალკე გადაცემის თემა შეიძლება იყოს. კი ბატონო. მათ უმრავლესობას პრობლემები როგორც წესი არც ბანკებთან აქვს, არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. მათ პრობლემა ექნებათ კერძო მევახშეებთან, რადგან ამ ადამიანების უმრავლესობას ამ ეტაპზე დავალიანება აქვს კერძო მევახშეებთან, რომლებმაც ჩაიდეს მათი უძრავი ქონება და ახლა ცდილობენ მათ გამოსაკრებას, რადგან გამოსახლებების რიცხვი ბანკების მიმართულებით ძალიან ცოტა. ბანკებს რა თქმა უნდა აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და ბოლო ჩავატარეთ ოქტომბერ-მაისის პერიოდში აღსრულების ბიურომ დაახლოებით 1000-მდე უძრავი ქონება გაიტანა აუქციონზე, აქედან 65% მოდიოდა კერძო მევახშეებზე. მხოლოდ 35% მოდიოდა ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ჩვენ წლის ბოლოს შევაჯამებთ კიდევ გასული წლის ამ შედეგს და ძალიან საინტერესო რამდენია ისევ მათი წინ. რეგულირდება ეს კერძო მევახშეები? არაფერი არ არეგულირებს, რა თქმა რატომ უნდა. არ აკეთებს სახელმწიფო მაშინ რომ დარეგულირდეს? ნუ ნოტარიუსთან გაფორმება ხელშეკრულების დაევალათ აუცილებელიც ესეთ მაგ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ არარეგულირებადი ბაზა ზოგადად ეს ანუ ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომლებიც არც გადასახადს იხდიან, არ აღირიცხება არსად მათი სასესხო პორტფელი რამხელა არის და ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის. მაგალითად, ხალხი შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მივიდეს და სესხი, იპოთეკური სესხი 2%-ად ადამიანი გთავაზობს პირდაპირ, არც ორგანიზაცია არაფერი, ის თავარია შენ უძრავი ქონება გქონდეს, ჩაიდებს ამ უძრავ ქონებას და ის მოგცემს სესხს ძალიან მართლაც კაბალური პირობებით. და ხშირად ადამიანები ურევენ სხვათა შორის, შეიძლება მევახშისგან გქონდეს სესხი, მაგრამ ჩვენ ტელევიზიით მოვიცინოთ, რომ რაღაცა ბანკებთან აქვს მას პრობლემა.
თუმცა ბანკებთანაც ვერ. არა, ბანკებთანაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი. ბატონ დავით, რა უნდა დაარეგულიროს თუ არა სახელმწიფო ამ შემთხვევაში უნდა ჩაერიოს თუ არა, იმიტომ რომ პრობლემა მართლაც დიდია. ზოგი შიმშილობს, ზოგი თავს იწვევს და ასე შემდეგ. ძალიან ცუდ მეთოდს მიმართავენ ყურადღების მისაქცევად სახელმწიფოს მხრიდან. თავიდანვე უნდა მოხდეს თუ არა დარეგულირება, უნდა მიიღოს თუ არა სახელმწიფომ რამე შეზღუდვები დაუწესოს ამ ადამიანს და ასე შემდეგ. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კერძო მევახშემ არ თამაშის პირობები არ შესთავაზოს საზოგადოებას. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროა ძალიან, რომ ასეთ სახის ინსტიტუტი, როგორც კერძო მევახშის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებობს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი პრაქტიკაა და ხვდებით, რომ გიორგი როგორც აღნიშნა, 65% ასე ვთქვათ, გამოსახლებისა მოდის კერძო იპოთეკარებზე. აქედან გამომდინარე, მათ რეგულაციებზე უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი, ბოლო რეგულაცია, რაც მთავრობამ შემოიღო, ეს იყო ის, რომ აუცილებელი წესით გახდა მოთხოვნა, რომ ყველა სახის ასეთი ხელშეკრულება უნდა დამოწმეს ნოტარიულად და მათი საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ არის ისეთი მკაცრი რეგულაცია, რომელიც თქვათ რაიმე სახის სირთულეებს შეუქმნიდა ასეთ ცეცხლის გაცემებზე. ასევე იყო საუბარი ადამიანის გაკოტრებულად გამოცხადების კანონთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ ეს კანონიც ჩვენთან ჯერჯერობით ვერ იმოქმედებს ჩვენთან არსებული ვთქვათ რეგულაციების და ბევრი სხვადასხვა ფაქტორების გამო. ამიტომ აუცილებელია რომ დაველოდებით იმას, რომ ვთქვათ თავრობა რაიმე შეზღუდვებს დააწესებს და კანონმდებლობებს გამოიღებს, შემოიღებს ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში აუცილებელია თვითონ მომხმარებლებმაც ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაითავისოს, რომ ასეთი სახის ცეცხლების აღება 99%-ით ფაქტიურად დამღუპველია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი ცეცხლის სარგებლობა. ხშირია შემთხვევები ჩვენ საკონსულტაციო ცენტრში რეკავს მომხმარებელი, რომელიც იძახის, რომ მცირე ბიზნესის წამოსაწყებად გააკეთა ასეთ კერძო მევახშეებთან ცეცხლი. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. გააკეთებული ნაბიჯი და ეს არის დამღუპველი და მინდა მოუწოდო, რომ ასეთ სახის ცეცხლებზე მაქსიმალურად ბანკების საქმიანობას ეროვნული ბანკი ყავს მათ რეგულატორი, რომელიც მონიტორინგს უწევს მათ საქმიანობას, გამოსცემს ნორმატიულ აქტებს და კანონით არეგულირებს, თქვათ, ბანკების საქმიანობას შესაბამისად. თავრობის მხრიდან ზედმეტი ჩარევა, თქვათ, ბანკების საქმიანობაში, რაც ნაკლები რეგულაცია იქნება ზოგადად კერძო ბიზნესთან მიმართებაში. ჩვენ ლიბერალური ეკონომიკის მომხრე ორგანიზაცია ვართ, მით უკეთ მიხვდება ბიზნესი კონკურენციის პირობებში. რა კარგი რაც აქვს ქართულ ბანკებს, მოსახლეობის რაც თავარია. კარგი ეს არის მაღალი კონკურენცია, რადგანაც ერთ ბანკში თუ არ გაძლევენ დაბალ პროცენტში, შედარებით დაბალ შეიძლება მოხდეს მეორე ბანკში. ჩვენი გადაცემის დრო იწურება მსმენელი რეკავს ძალიან ბევრი, მაგრამ ვერ უპასუხობთ, იმიტომ რომ დრო ამოიწურა. მოდით კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ ნომერი თქვენი ორგანიზაციის, რომ მათ უკვე შეძლონ თქვენ დაგიკავშირდეთ და ალბათ კიდევ ერთხელ გვესტუმრებით და მე შევეძლებთ, რომ ყველას შეკითხვას უპასუხოთ. 240-05-05 ეს არის საზოგადოებრივი ბანკების საკონსულტაციო ცენტრი, ადამიანებს შეუძლიათ რადიო იმეჯის დარეკონ, მაგრამ ჩვენთან თუ დარეკავენ, უფრო კომპეტენტად პასუხებს მიიღებენ საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით. და ბოლოს ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ ბატონ დავით, ბატონ გიორგი, მთავარი რჩევა ხელშეკრულების ხელმოწერამდე. მივედი ბანკში, უნდა მოვაწერო ხელშეკრულება. არის 6 და 7 და 8 და 10 თაბახის ფურცელი და ბუნებრივია ამას ვერ წავიკითხავ იურიდიული ტერმინოლოგიით. წავიკითხავ, მაგრამ შეიძლება ვერ გავიგო. რა უნდა ვიცოდე, რას მივაქციო ყურადღება? პირველ გვერდზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით გამოტანილია ის ძირითადი მუხლები, ხელშეკრულების, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის ცეცხლის საპროცენტო განაკვეთი, ჯარიმა, თქვათ, რამდენია წინწრების დაფარვის საკომისიო, რამდენია პეგასამტეხო ეგრეთ წოდებული, ასევე ცეცხლის ვადა როგორია და ამ ძირითად მუხლებს პუნქტებს მაინც უნდა მივაქციოთ ყურადღება. სასურველია რომ წავიკითხოთ ძირითად ნაწილს, მე მგონი მაინც გავიგებთ რთულ იურიდიულ ტერმინოლოგიაზე თუ არ ვისაუბრებთ, თუმცა ჩვენი თავარი მოწოდება ბანკებისადმი არის ის, რომ მათ გაამარტივონ ხელშეკრულებები. მესმის რომ იურიდიულ ტერმინოლოგიას ეხლა ზღაპრის ენაზე ვერ დაწერენ, მაგრამ მაქსიმალურად რომ მომხმარებლებს არ ქონდეთ ეს პრეტენზია, რასაც თქვენ ამბობთ ახლა, რომ რაღაცა გაუგებარი, რო აგვერდი, თავს და ბოლოს ვერ გაიგებ, ერთი მუხლიდან მეორე მუხლზე გაგზავნის რაღაცა გაიგო, აი ეს გაამარტივონ და არ მისცენ ადამიანებს სალაპარაკო, რადგანაც 2-3 გვერდიანი საერთაშორისო ხელშეკრულებები იდება უკვე არაცու საბანკო. რაღაც მუხლების გამოხშირვა ნამდვილად შეიძლება იქიდან შემოიღოს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, თავად წაიკითხონ მაინც მომხმარებლებმა. აუცილებლად უკვე აღნიშნეთ კიდევაც ის, რომ ცეცხლის პირობები სხვადასხვა ბანკებში ერთმანეთს შეადარონ. აუცილებლად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი კონკურენციის პირობებში ბანკები ისეთი სახის, ასე ვთქვათ, შეთავაზებებს უკეთებენ მომხმარებლებს, რომ ძალიან მარტივია საუკეთესო არჩევანის გაკეთება.
ეს ერთი. მეორე მხარე რაც არის კიდევ მნიშვნელოვანი, ჯერ შეათანხმონ პირობები, ასე თქვა, კრედიტ ოფიცერთან იქნება თუ ბანკის სხვა თანამშრომელთან და შემდეგ ხელშეკრულებაში რა პირობები წერია, ის ერთმანეთთან მოხდეს აუცილებლად შედარება და ასე თქვა გათვალისწინება. ძალიან დიდი მადლობა რომ გსტუმრობდით მართლა. დიდი მადლობა თქვენ ეს მტკივნეული თემა საზოგადოებისთვის, იმის ვიტყოდ რომ კიდევ ერთხელ მოხვალთ სტუდიაში სტუმრად და ვისაუბრებთ უკვე უფრო ვრცლად ამ თემებზე. ჩვენი დღევანდელი სტუმრები იყვნენ საზოგადოება და ბანკების ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეკულაძე და ასევე ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტი. დიდი მადლობა რომ გისმენთ დაბრუნდებით მომავალ ოთხში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.